მოგესალმებით. როგორ ხართ მეგობრებო? დავი, როგორ ხარ ბაჭუკა? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად. ხალხო ძალიან მოგწონს დავითის პიჯაკი. როგორი საინტერესო quality არის, რაღაც ჟაკეტის quality. კანვასი. ძალიან ხო, არ ვიცი what is canvas. მაგრამ well. აი თუ არ ვიცი შანს თუ არ ვიდევ შარი პატარ-პატარა ყვავილები, მაგრამ აქ ეკრანზე გვიჩენს რომ რაღაც წერტის არის. რა? ტრიპოფობია ქვია თუ არ ვთქვი, იცი ეგ სიტყვა? ამიტომ გვალი რაღაცები რო ნასრეტების რო შეშინიათ, ამიტომ თუ გათრიგერებთ ბოდიში. აი რაღაც, აი რო წარმოვიდგენ რაღაც ბევრ ნასრეტებს, აი კანზიან რაღაც, ხო იცი? ანუ მე ცოტა მეზიზღება, შიში არ ამგონია, მაგრამ აი ცოტა ზისხს იწოვს შენ. და იცი რომ თლიანი ჩვენი კანი დასრეტელია, რა? Really? Good thing I cannot see that. ყველგან გვაქვს ფორები, აი ხელზეც აბსოლუტურად ყველგან. ეს ხოთა შორის ძალიან ისეთი მინიმალური ოდენობით მაქვს ფორები. ხო, მე პირიქით. Yeah, I'm better than you. Yeah. სად იყიდა ეს მაიგა? Weekday. ხალხო წაღან ვლაპარაკობთ. არა, weekday არის, მაგრამ it's thrifted. Oh my god. ანუ ეგეთი თიშაუ რაღაცებით არის მეორადებში. Wow. It was a joke just to make him mad. იმიტომ რომ ძალიან ევასება ეს მაღაზია ხალხო. ანუ მე შემოყავი და შემწერთამში არც მახსენდება რომ არ ვიყავით ჩვენ weekday-ში. ანუ აი არც მახსოვს რომ გამეულოს ამ მაღაზიაში. მეორე Why do you like it that much? ძალიან basic რაღაცები არის. ანუ როგორ ვთქვა, ძირითადად შემთხვევაში თუნდაც ზარაში რო შეხვიდან რა ვიცი კიდე რომელი არის ბერშკაში რაღაც ეგეთ მაღაზიაში აი მაიკა რო იყიდა ხარისხიანი თეთრი ჩვეულებრივი მაიკა რაღაც ნახატი ლოს ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე ან რაღაც ეგეთი რაღაცები ეწერა და მე არ მევასებ მე მიყვარს ძირითადად basic რაღაცები და მანდარი ძალიან ხარისხიანი ახლა ძალიან ხარისხიანი Uniqlo-ს მაგიტო გევასება Uniqlo-ს მაგიტო მევასება არის რაღაც ძალიან მისაღებ ფასად ღებულობ შესაბამის ხარისხს. არ ვამბობ რომ საუკეთესო ხარისხი არის და რაღაც. აი რა მაღაზიას ისურვებდი რომ აქ იყოს. მე როგორც იცით ვისურვებდი Primark-ს და ანუ იმენა მჭირდება, მაგრამ თან რაღაც მომენტში არ მინდა, იმიტომ რომ აი ჩემთვის ეს experience, აი მილანი არ მევასება, მარტო მაგიტო მევასება მილანში ჩასვლა, რომ ძირითადად Primark-ი არის ხოლმე გარეუბნებში და მილანი არის ერთადერთი ქალაქი, სადაც იმენა ცენტრში არის 4 სართულიანი Primark-ი, რომ შევდივარ და დაული. Oh my god, you guys. ისე all trips რამდენჯერ წავედი, სულ ხო შევდივართ Primark-ში. აი და ეს სხვა მეგობრებთანაც შევდივარ Primark-ში. ხალხო მე არ მევასება ეს მაღაზია და აი აი ხო იცი დედას რომ მყვები რაღაც shopping-ზე და რა აი ვიცი ზიხარ და წავედით ხალხო ანუ მე 10 ევრომდე რაღაც სივრცეში რა შემიშვებ, სადაც შემიძლია 10 ევრომდე რაღაცა მაგრამ to be fair with you, ანუ ოღონდ რო აგიხსნათ ხალხო ვინც არის Primark-ი რა არის, 3 სართული იქნება გოგოების ტანსაცმელი, მე-4 სართულზე იქნება ბავშვები, home და პატარა კუთხე კაცებისთვის, ანუ აი არჩევანი ჩემთვის არის მინიმალური და რაც არის ეგეც საზღვრობა არის. Love that for you guys. ანუ ძალიან humbling you. ძალიან მიყვარს ეგ მომენტი, რომ კაცების სექცია ყველგან არის ანუ ერთადერთი სივრცე არის და ერთადერთი ინდუსტრია, ესეთი მაღაზიები, სადაც კაცები იჩაკრებიან. მე ძალიან სიამოვნებს ყოველ ჯერზე. რამდენჯერაც მაგას შევამჩნევ, აუცილებლად გავივილი კაცების სექციაში. ეს შეამოწმოს რომელი პროდუქტია? კი, love that. What else? ხა და მეორეჯერ ვიყავი ამსტერდამში, ჩემ მეგობართან ერთად ჩავედი, ჩემ მეგობარი არის ხალხო, რომელსაც უყვარს, აი მოგზაურობა, აი რასაც ნიშნავს მოგზაურობა. ის კი არა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, აი მოგზაურობა, ყველაფრის ნახვა, დაგეგმა, აი ყველაფერში დახარჯოს ფულს, რომ აი იმ ატრაქციონზე დაჯდეს ან იქ წავიდეს და რაღაც შოპინგი ვაფშე არ ევასება. ვერ გამოვზიდე მართლა ჩვეულებრივად, ანუ იმდენი ვიშოპინგა თუ იმ weekday-ში. იმანაც? ხო, იმიტომ რომ იყო რაღაც უთესლესი ფასაკლება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე იაფი არის. ნუ იაფი რა შედარებით It's not that cheap. ანუ ზარეს ფასებში არ არის? ზარაზე იაფი არის. მე ვიყიდა ჯინსი 25 ევროდ. Okay, but it's not like და მწვანე ბომბერი რომ მაქვს. ყოველდღე რომ შემახლა უკვე. ეგ იყო რაღაც 30 евро თუ რაღაც, ანუ that is cheap. Okay, it's cheap. I'll give you that. და იყო 4 სართულიანი ულამაზეს, whatever. Yeah. ამიტომ ვისურვებდი საქართველოში ჩამოვიდეს weekday და Uniqlo საქართველოში. Uniqlo ძალიან ძვირია ჩემი აზრით საქართველოში. It is so expensive. ანუ ჩაოლებრივი თეთრი მაისურისთვის რაღაც 40 евро. It is so expensive. It is. Where? სვიტრი ვიყიდე 30 ევროდ. No, honey, ქუდი იყიდა 15 ევროდ მე მგონი. 25 ევროდ იყიდა, მაგრამ მე იმიტომ ვიყიდე, რომ იყო JW Anderson-თან ერთად კოლაბორაცია, ამიტომ sorry. Okay, no, I win, you lose. კიდე რა გვინდა? ძალიან მინდოდა Flying Tiger, რა ყოფილიყო საქართველოს. მაგრამ მოურჩეთ მგონი უკვე რა. ახლა გადავიარე ეგ ობსესია, იმიტომ რომ აი უკვე მე-20 წელია ერთი და იგივე რაღაცას ყიდია რა, მომბეზრდა, გთხოვთ განვაახლოთ. მაგრამ მგონი რომ ეგ ესთეტიკა დაბრუნდება ხომ არის millennial hopecore
ანუ ერთი და იგივეა სულ შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ მე ხომ უკვე მობეზრებული მე მაქვს. ყველაზე მეტად მიყვარდა Flying Tiger. კაია. კანცელარია სადაც არის ხალხო, ოღონდ მიმიშვით. კიდე არის normal, ესე ქვია პარიზში. შენ იყავი ხომ? მე და შენ ხო ვიყავით პარიზში ერთ. შენ არ ყოფილ ხარ მაგ მაღაზიაში. ანუ ესეთი აი სუპთა სახლივით არის, მაგრამ უფრო მეტი რაღაცები იყიდება და აი ესე როგორც Flying Tiger არის, რო შედიხარ და რო უნდა მოკრუგო რა, ეგეც ეკპანტია შედიხარ და სანამთლიანად არ მოკრუგავ რა ვერ გამოდიხარ და იაფია და კაი, ეგეც ძალიან მომწონს. კიდე იქნება რაღაც მაღაზია. გერმანიაში არის რაღაც მაღაზია რო გავასწავლე. DM-ი, oh my fucking god. DM-ი მინდა რომ დღესვე გამიხსნათ. ანუ გიჟდები, ჩემი მთავარი sightseeing ყველა ქვეყანაში არის ან grocery shops, ან ეგეთი დროგერია თუ რაღაც ის drugstores. მაგრამ რაღაც ეგრე ქვია მე მგონი. I don't even. ხოდა ანუ DM-ი არის ფენომენალური. ჯერ ხო ძალიან იაფია say that. ანუ თან გერმანიაში სადაც გერმანიაში აი იმენაიაფი. ყველაზე მაღალი ხელფასები აქვს ხო relatively ანუ სხვა ქვეყანებთან შედარებით, ხო? ხო აქვს. კი, ევროპაში საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვს. მე მგონი გერმანიაში არ აქვს. კი. არა, საფრანგეთზე ბევრად უფრო მაღალი ხელფასები აქვს. თან გერმანიაში სადაც შედარებით უფრო მაღალი ხელფასები, ანუ სკანდინავიის ქვეყნებს რო არ შევადაროთ და ყველაფერი რო ესეთიაფი, ანუ შამპუნი 1 ევრო. ეხლა რო გახვიდე საქართველოში რო გიჭირდეს 2.70-ად შამპუნს ვერ იყიდი. გერმანიაში იყიდი. ხვდები? 5 ლარით ვერ იყიდე შამპუნს. 2.70-ის ორმაგი არის 5 ლარი. გთხოვ გამომყევი. მაგრამ მე მგონია 5 ლარით იყიდე შამპუნს. შეიძლება იყიდო, მაგრამ იქ მართლა ძალიან კაი რაღაცებია, თან ხარისხი სხვა არის. ყველაფერი არის, ანუ DM-ი არის ჩემი ყველასაყვარელი მაღაზია და მიმინგემში რო გქონდა გადაჭდომა, მარტო ეგ ვახარებდა მე და მეგის, რომ DM-ი იყო და ვარესერჩოთ წინასწარ და იქ გავატარეთ კაი 2 საათი მე მგონი. ამ დროს მე ზუსტად 10 წამი ვიყავ მგონი მაგ მაღაზიაში. თან მგონი ინტერნეტი არ მქონდა თუ რაღაც და ვერ პოულობდით ერთმანეთს, მაგრამ ხალხო ეგ მიმინგემის გამოცდილება არის რასაკვირველი საშინელება. ანუ მე უშუალოდ აეროპორტს რაც შეეხება, მაგრამ თვითონ ქალაქი არის უსაყვარლესი. და თუ დიდხნიანი გადაჭრა მაგაქნებათ აუცილებლად ქალაქში, იმიტომ რომ ეძახიან გერმანიის ვენეციას და არის რაღაც აი ძალიან საყვარლობა. ეს ძალიან შორს აიყვანა ყველა. ხომ არის იქ ხო გავიარეთ სადაც ისინი იყო. ნუ ერთი კანაო ჩამოდის ესეთი. კანაო. And that's it. მაგრამ DM-ი არის რაც თავი, ამიტომ highly recommend. მაგრამ ცენტრში რო ვიყავით ხო გახსოვს რაღაცა გეგონება რომ აი არა, საყვარლობა იყო, აი ძალიან გერმანული ვაიბი არის ზუსტად ხო. ალბათ ანუ ბერლინში არ არის ეგ ვაიბი. არ მგონია ხო. ხო, what else? კიდე რა გვყავს? ასევე როსმანი DM-ის ნაირი პონტია, ეგეც ძალიან გამისწორდება რომ იყოს. That's it, right? And assuming that Urban Outfitters ქონოდა, როცა და Forever 21, როცა ამერიკაში ესენი რაღაც თემა იყო, მაგრამ ახლა უკვე გენის. ხო, Urban Outfitters ძალიან ჩამოვარდა. და ჯერთი ძალიან ძვირი იყო. კი, მახსოვს ძალიან მიყვარდა. Urban Outfitters არის საოცრად. აი შორიდა რო გიყვარს, აი რანაირად ვარ გაზრდილებ, რომ მაღაზიას ვეტრფოდი ესე შორიდა. სხვა კონტინენტზე. მაშინ ევროპაშიც არის, ახლა ევროპაში არის. ახლა ევროპაში არის, მაგრამ მე მაგში. მგონი და დღემდე მაგ რაღაცები რაც მაგნაყიდი Urban Outfitters-დან. God, I keep forgetting, რომ შენ რაღაცეები ნაცხოვრები გაქვს, რაზეც მე ვოცნებობდი ხოლმე. I humbly remind you. No, we're different. Thinking და მაშინ მახსოვს სიგიჟემდე მოდაში იყო პოლაროიდები და ყველა ფრის ანუ აი ინსტა რაღაცა რქვა Fuji-s პატარა Instax mini რაღაცა. გაშემეც მაგგვანი ვარდისფერი თუ იყიდება და Urban Outfitters-ში მახსოვს აი სხვადასხვა შეფერილი რო იყო ის თვითონ ფირები, ულამაზესები. ვაფშე სხვა რა იყო, აი ფერად იყო ახლა. We don't have to like dress so expressively. ფერებსაც არ ხმარობ. მაგრამ ბრუნდება 2016-ზე რა 2026-ში, so we'll be bringing that back და ასევე ძალიან დიდი რჩევა, ვინც DM-ში მოხვდებით, იყიდება 10 ევროთ, 10 ევრო ყირდა ნიტო 12, ესეთი film camera, სადაც შადებული არის თვითონ ეს film და შეგიძლია ერთჯერადია გადაიღო 30 ფოტო მიიტან მაგნოლიაში დაგიბეჭდავენ და გადააგდებ და ისე კარგად იღებს. გერმანიაში თუ მოხვდით აუცილებლად იყიდეთ. კი. და მაგნოლიაში ასე ვარ და გავწოთ ჩვენი პრომოკოდის გამო. ხო, მაგნოლიის გარდა სხვა ადგილები არის, სადაც შეიძლება დაბეჭდო, იმიტომ რომ მე იმენა არ ვიცი. ანუ ვიცი რომ მარტო ეგ არის და მანდ მიმა ყოველთვის. მელიქიშვილზე იყო ადრე და ახლა არის ვარ არ მახსოვს. იმენა მონოპოლია აქვს. Which is good for them. Good for them, but for us. მაგრამ მე არ მაქვს ეგეთი ობსესია ფირის. მე ძალიან მევასება. პრესტ ამ ბოლო დროს აი ცოტა ისმენებში ვარ რომ is it worth it?
to take a picture here. და ეხა ბაკორიანში მქონდა წაღებული ზუსტად ორი ფოტო გადავიღე და ეგ ორიც მივაწოდე ჩემი და ქალი შეყარებულს რომ ფოტო გადავიღეთ და ანუ აზი არ იყო რა საჭერდა და დააჭირა სამჯერმე. ანუ ჯერ ერთხელ გავიგე ჩხაკონი და მეთქი ალბათ მომეჩერე, იმიტომ რომ არც დაუთვლია და არაფერი. ეგონა რომ ტელეფონი ვიცინებდა. მე მეორე დრო განათა, მეთქი აი მან დაასტოპე და მესამე ფოტო იქნება ხელი რომ გაშვერილი. მაგრამ ის გადაწია თან და ყველაფერი ხომ გადაწია. ეს გადასაწევი არ არის, ჩემი არის რავი, უფრო ავტომატური და პრესტონე დააჭირო ესე და იღებს რა. და ეგეთ ერთ DM-ში. DM-ში საკრია, მაგრამ ჩემი არის Canon-ის, რომელიც flea market-ზე ვიყიდა ბერლინში და ჩემი ყველაზე მაგარი find არის ever for 25 euros, you guys, it is so good. Disposable არ არის ანუ. არა, იმენა კამერა, პირს რო ვყიდულობ. ხო და მე ჩემი ბიძაშვილი იყო ძალიან მაგ თემებში ჩართული და ანუ სხვადასხვა მაგანაც გერმანია ხსენდა რომ ყველაზე იაფად ფირები გერმანიაში იყიდებოდა, მაგრამ ხალხო ძალიან ძვირი ფუფუნება არის აი. ანუ ფირი უნდა იყიდო, რომელიც 35 ლარი ღირს მე მგონი მე ამას. ეგ თან საუბარი ყველაზე basic ფირზე ანუ აი. და მე უნდა დაბეჭდა ღირს 20 ლარი გზეთ. ანუ პრესტო 30 ფოტო კონდეს რომელიც კაცმა არის ის როგორი გაქვს, ანუ ძალიან სამოყვარულო დონეზე. ეგ მომენტი მომწონს მე. 45 ლარი. ხო, მე ძალიან მომწონს და მაგის ხათრით ვიღებ რა. პრესტო ამ ბოლო დროს რაღაც თან ძიმია ცოტა ეს კამერა. ხო მომაკ ხოლმე ყოველთვის. კი, მახსოვს გამახსენდა. ხო და I don't know, ვისაც გაფანატიზებული აქვს ეს ფირის ფოტოგრაფია Facebook-ზე მეც ვარ. ჩვენ მეგობარი. Lana. Oh my god. ხო, Lana იმენა სუდადის და так. I don't go that far. Lana რომ იღოს ფოტოებს ფირის კამერით, ეგრე არავინ არ მიღოს ფოტოს არ ჩან. მართლა? Yeah. Okay. იმიტომ რომ ხალხო ანეს მართლა ეგ ემართება რა თუ მე ისე მოხდა თუ ჯერ მე ვიღებ ფოტოს და თუ არ მოეწონა ფოტოები რაც კარგად დავიღე, she will not give me the same energy back. იმენა მიგონებ და კიდევ ერთი რაღაცაც არასოდეს არ ვთქვამს და მე მინდა ვთქვა არის რომ ხალხო დამიმალა ფოტოები, კარგი ჩემი ფოტოები. Why did I do that? და ერთი ორი თვე არ მიხსენე. რატომ მოხდა გამახსენა? მახსოვს. There was a reason you guys. იმიტომ რომ შენი ფოტოები არ მოგეწონა. It was not 2 months. ეს იყო ორი კვირა. პარიზში იყო. I remember. ხალხო ტრიუმფალურ თახთან დგავართ და ველოსიპედებით ვკატავთ, იმიტომ ჩემი და დავითის მთავარი გასართობი პარიზში არის. იქ რომ ელექტროველოსიპედს ქირაობ და დადიხარ, ანუ ტოპ ხალხო აი იმენა უნდა. მოგე სამჯერ გვაქვს კონა თქო. ხო და ანუ ესე მორიგი ჩემოვლაზე ვართ და დავდექი იმენა გზა გადავკეტე 4 კაცი იქით დავაყენე რომ აბა თქვენიცით გააჩერეთ იმენა შუაში წინ ვდგავარ ტრიუმფალურ თაღს ჩემი ველოსიპედით ვაწვდი კამერას რომ მიდი დავით იმენა ყლეზე ხო კიდია ეს ჩემი ფოტო მიღებს ფოტოს და თითია კამერაზე ორი გადამიღო და ორივეზე თითია კამერაზე აფარებული ანუ გავბრაზდე ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური რეაქცია რომ მე წიხლზე გეკიდა და მაგიტო არ გამომწონე ფოტოები ხო ამის აპასუხად რომ დავბეჭდე და გამოვიტანე ორი კვირა ვალოდინე ფოტოების ჩაგდებაზე That's what you get baby როცა უკვე დაპოსტელი მქონდა მაგ ყველაფერზე ანუ ეგ დაჟე უარესი არის იმიტომ რომ მე მეორე პოსტად დაპოსტავდი out of fucking nowhere Nobody cares enough We do. Everyone does. ხო, მაგრამ ეგ მართლა საშინელი ფოტო იყო. მაგრამ მე დაძაბული ხალხო, ანუ ჯერს ერთი მოიგონა, იმიტომ რომ ანუ მანქანები ჩვეულებრივად დადიოდნენ და კენაღამ გაგვიტანეს. მაგრამ ხედი გქონდა, აი, საოს არის. აი, ფენომენალური. აი, რიგი იდგა ხალხი. და ანუ აი, ეს ხო არის დაფარული ფოტო და სადღაც 1/4 ჩანს რა და აი, ისეთი კაი რაკურსი, აი, წარმოვიდგინე რა კაი ფოტო. მართლა თითი რო არ აგეფარებინა. თითი რო არ მეფარებინა და ეგ იყო უბრალოდ ფორს მაჟორული გარემო ჩემთვის. შენ ფორს მაჟორულ გარემოებში ვერ რეაგირებ ადეკვატურად ხდები. მე ფორს მაჟორულში იმენა მერთვება ხალხო I'm unstoppable და შენ უფრო ისეთი ხარ. Chill I would say. Newsy mak. Oh my god, what is it? მგონია რომ ყველა ჩვენ შოკის მომგვრელი არის. ერთი TikTok content creator-ი არის. Romeo რაღაც ქვია და просто random დღეს, ანუ вообще არც ცნობილი არის, არც following არ ყავს massive თუ არ ვწდები. გადაიღო ვიდეო რა, აი მე რო გამეკეთებინაო like a slogan, bad mini სიმღერაო Dr Pepper, რაც არის ისე გაზიანი საზღვარი ამერიკაში. იქნება და ასე და წაიმღერა. აი ვიდეოს ნახავთ ახლა. I have a theme song for Dr Pepper and it goes like this. Dr Pepper baby is good and nice. ანუ 10 წამიანი ვიდეოც არ არის, მგონი 100 მილიონი ნახვა ქონდა TikTok-ს. რა ხდება? და რომელიღაც ამერიკული ფეხბურთის შოუზე დადროპა Dr Pepper-მა the ad. No. ახლა ნახავთ ad და უსაყვარლესობა არის. Dr Pepper baby is good and nice.
baby, is good and nice. Dr. Pepper, baby, is good and nice. Good and nice. I'm so proud of her. I know. იმედია ძალიან ბევრი ფული ხო და ვიღაცა ანუ ყველა TikTok-ს მოედო ის ისტორია რომ 2 მილიონი გადაუხადესო. Really? მაგრამ მე ვიღაცა ამბობდა რომ AI-ის და AI არის რა და მეთქი AI რა არის? ანუ რა არის AI? სიმღერა არის AI, ეს გოგო არის AI. ანუ სიმღერა რო იყოს AI, ეს გოგო მაინც იმსახურებს, იმიტომ რომ ამან ჩაწერა ვიდეო და ამ. AI თურმე რა იყო? იცი ფოტო იყო ეს გოგო რო დგას, ასე check it. Obviously that's fucking AI. მაგრამ მე მგონი რომ ბევრს ლოტოში რო იგებენ და ამ ხელა რო არის ხო რა? I know და მე ერთი ამბავია, ტყე ყველა ცდილობს რომ თავისი ის ჩაწეროს რა ქვია სიმღერა თემატური სიმღერები ამ ბრენდებისთვის და ჩვენ ახლა ნატახტავს რომ მოვფიქროთ რამე ერთად. Oh my god. You like out of nowhere. I had to think about it. ნატახტარი. Wow. მაგრამ სადაც იმანი მუშაობს, შეიძლება ამენიც იმუშაო, so whatever. დამეკავშირდით კიდევ. That you had time to think about it. Yeah, ასე საჯაროდ არ გამა. და ეს მოიგონა. არა, არ მიფიქრე, ნატახტარზე რომ უნდა ჩამეწერა, არ ვიცოდი, ხო, იმპრომპტი მოვიხარ. ხარ. მაგრამ აი ნატახტარზე მაქვს საუბარი კონკრეტულად ლიმონათი რო არის და კონკრეტულად მაქვს საუბარი obviously ტარხუნაზე. სხვა არაფერს არ ვაპირებ. We know. სხვა არაფერს არ ვაპირებ. I don't drink anything else. Coke Zero, you guys will love Coke Zero. Top და დავიცათ ეგ უყურს ყველაზე მეტად, let's be honest. Yeah. მაგრამ მე მინდა რომელი მინდა იცი Coke Light. რო შემოვიდეს, იმიტომ რომ შეფუთვა აქვს top. იმენა უძერსკესი, ვერცხლისფერი შეფუთვა. მარტო იმიტომ მიყვარს სტამბოლის აეროპორტის ლაუნჯი, რომ ეგენი უდავთ Coca-Cola Light-ი. ვერცხლისფერი და რაღაც პერიოდი იყო რა სახელები ეწერა და გიჟებით ვეჭდებდი ეს სახელანას, მაგრამ არ იყო, მაგრამ ავიღე ჯანსუ, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს იყო ჩემ სახელთან. ჯანსუ. რაღაც ხოება, მე მგონი მაგაში არის კალორია, უბრალოდ ცოტა კალორიაა თუ რაღაც, ხო? მე მგონი რომ Coke Zero-შიც ეგრე არის. ერთადერთი რომელშიც 0 არის Diet Coke. Coke Zero-ში არის 0 calories, honey. 0 sugar, babe, not the calories. No, 0 calories. აქ მიდავს ახლა რეპორტაჟს ვაგრძელებ. 0.2 კილოკალორია. Shut the fuck up, okay? I win. 0.2 კილოკალორია. 0.2 რა არის? ნახდოდ არ არის 0. ვიქტორია ბეკჰემი რო გამოვიდა, უცებ რო დააჯილდოვეს ნახა? I know. და მილიონ რაღაცა ლაიქია, ყველაფერი მაგ ქალისას იგეთოთ ხდება. ანუ მაგ მილიონი ლაიქის ყიდვა ისეთი მარტივი იქნება და როგორც არაფერი. ანუ იზამ და მაგ არა მე მგონია რომ პოპულარობა საკმარისად არის გაზრდილი რომ მაგდენ ლაიქ ქონდა და თან რა პერიოდში არც ვიცი ანუ მე იგრავე ვნახავდი სავარაუდოდ. შენი აზრით Brooklyn Beckham რო გამოვიდა expose-ი თავის Instagram stories-ზე მე მგონია რომ ელოდებოდა რომ უფრო მეტი ის ექნებოდა რა ქვია ფარდაჭარა. აბა ანუ თავს ჩაიმარხავდა თვითონ ეგონა ტიპს რომ სასიკეთოდ ამბობდა. იმენა შტერია ეს მაგაზე მოწმობს კიდევ ერთხელ. დაჯილდოება მგონი საფრანგეთში მოხდა. Victoria Beckham. და ყველა შვილი რო იყო და თან ყველა შვილის შეყვარებული. I know. ეს იყო statement. და ძალიან ციხი რაღაცნაირი, as she should. იმიტომ რომ ზოგიერთი ვინც არის მაგასთან, ანუ შეყვარებულები ხო არ არიან ეგეთ დიდხანს, თქოთ. არც ერთი არ არის ხო, ანუ engaged or something. არა. პატარები არიან ჯერეთი. 23 და 20. 23 არც თუ ისე პატარა არის უკვე. დასაოჯახებელია უკვე. ანუ მე მომეწონა რომ განცხადება არ გააკეთეს და ესეც ველოდი ვიქტორიასგან. იმიტომ რომ ძალიან ბანძობა იქნებოდა ამის სახალხოდ გარჩევა რომ აი შვილო ჩვენ ეს გაგიკეთეთ რაღაც ხო ხვდები ამიტომ ძალიან ვაფასებ და ძალიან მომეწონა ეს სვლა. მე მგონია რომ უბრალოდ უფრო დიდი ბიუჯეტი აქვს უკეთესი PR კომპანია და იქ რომელმაც უთხრა რომ უფრო დიდი გამოცდილება. მოკლედ ჩავხუროთ მგონია ეს თემა, იმიტომ რომ ძალიან გადადგამებული არის და we really don't give a fuck. დავუბრუნდეთ ჩვენ ერთ-ერთ საყვარელ შტატს ამერიკაში, obviously New York-ის პერე, რაც არის Utah. Utah, we love Utah. მოკლედ ანა, არ ვიცი. California და მე Utah, okay? Okay, კაი, ეგრე იყოს. არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ Salt Lake ძალიან დატვირთული იყო, მოკლედ ეს თვე, იმიტომ რომ იყო Sundance ფესტივალი. იცი რა არის? No, have no idea. Sundance არის ძალიან ცნობილი. Convert. ფილმის ფესტივალი, ტარდება ძალიან ბევრი ფილმების პრემიერა. Okay. სხვათა შორის ჩვენი საყვარელი Lisa Barlow
იმიტომ იყო ეგეთი გაჩითული, რომ Sundance-ში ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას, ანუ აორგანიზებდა ამ event-ებს, viewing parties Look at and her. stuff. ზუსტად მაგიტომ იყო, რომ მისმა ქმარმა და Charlie XX-მა ფოტო გადაიღო. დააკავშირა ხო ყველაფერი? So, ანუ აი შაჭვი, რაღაცა it was missing და მეთქი აი რა არ რატო, გამოხსნილი ბოლომდე და აი John Barlow როგორ გაიჩნდა Charlie. Actually, she's name dropping people, right? ამას შევხვდე, იმიტომ რომ ანუ უბრალოდ event-ებს ატარებს მაგ ხალხისთვის. და ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი housewife-ის Meredith Marks, ისიც თუ არა, არ მგონია რომ იცოდეთ ხალხო, მაგრამ ანუ არის დედოფალი, ბოლო 1 წელი უკვე DJ არის და შეხვდა ჩვენ Charlie XX ნახე გვიდეები? No. Why Charlie didn't you XX-მა send it to me? დატვიტა და რომ oh my god, I met Meredith Marks, იმიტომ რომ გიждდება ეგეთ Salt Lake-ზე. Oh my god. I know. ძალიან მიხარია. ორივე სეცოა შუბები. შუბები. ნარჩევი გემოვნება გვაქვს ჩვენ და ძალიან თესლ ხალხს რევასებად. Salt Lake-ზე. I know. Sarah Paulson, კიდევ ვინ არის? Jennifer Lawrence. Rihanna. All these people, you guys, so you better ხო, და start ნახტა, watching ჩვენ that ბოდიში shit. ვხდით, რომ აი ალბათ არ ამინაჩს. ანუ თუ არის შენი პრობლემა, წად დაუყურე. უნდა უყურა უეჭ. აი ეს არის ჩემი პროპაგანდა. უყურე Salt აი Lake-ზე. ჩვენი აუდიტორია მე მგონი რომ ძალიან მოეწონება. ჩვენი აუდიტორიის თინეიჯერების ნაწილი, ანუ თინეიჯერს არ დაევასება ეხა middle aged rich white women what they. აღარც მე არ რომ middle aged white women, მაგრამ ანუ მაგრამ არა, ჩვენ უკვე იმას აქში ვართ, Sure, რომ we try, appreciate aspirational. them. Exactly. That's okay, you guys, you'll get there. მე მაქვს when I got there. იყო COVID-ი. ყველაზე მობეზრებული პერიოდი, ანუ აი სახში რომ გამოკეტილი ხარ, მე მაქვს აბა აი ლოკდაუნები რო არის რა, ანუ კარანტინი არც არ გადიხარ და უცებ TikTok-ში შეხვდა აი ამ fights-ზე Beverly Hills-ში რო იყო. ხო იცი რაც მე მიმი გახდა და მეთქი oh my god, let me check this out. Let me check this out. ხალხო. შეიცვალა შენი ცხოვრება იმ მომენტიდან. შენი ცხოვრება და მე შენ რომ მე შემხვდი ჩემი ცხოვრება. ხო. მაგრამ საინტერესოა, იმიტომ რომ სანამ მე მოვიდოდი შენ ცხოვრებაში, ჩვენი კიდე ერთი საერთო მეგობარი უყურებდა. და თქვენი ბონდი შეიქმნა ამ reality TV-ს გარშემო. და მე I felt missed out. ხო და მეთქი what the fuck is happening? I better start watching. და იმენი ჩავხდა და უყურა. არა, მართლა საოცრება არის ხალხო, აი განსაკუთრებით Salt Lake City საოცრება არის. წინაზე აქედან რო წავედით, ხალხო გაინტერესებთ რას ვუყურეთ. Oh my god. მოკლედ მივასწარით დავითის სიმშვიდე. ყოველთვის ამართლებს ბოლო სერიაში, იმიტომ რომ გავედ, ჯერ ტაქსი მოვიდა 9 წუთს წერდა, მერე გაგვიუქვა, მერე თავიდან კარეში რომელზე გავედით, წარმოიდგინეთ და მივედით ზეტა 17 წუთზე და იმ წამს დაიწყო. ხალხო. ხო და შევედით, კაროჩა, ეხლა რას ფიქრობთ ამ ფილმზე? Housemates ვუყურეთ, ვინც არ იცის. Amanda Seyfield and Sydney Sweeney. და Amanda Seyfield-ი ანუ ძალიან მომეწონა მე. Sumi, ძალიან გაიყო. ვიცი რომ შენ იმდანეზე არ მოგეწონა, მაგრამ ის რომ Lana Del Rey Cinnamon Girl კონდათ, ანუ აი მანდ გადაწყდა. მანდი მე გავედი ჩაოლებრივად, ჯერ ხო ბღეროდი, კიდევ კაი ჩემ გორდით არიჯექი მე თავს ჩამოიკიდებდა დავითი. მე გიგვეჯდა შუაში. ანუ ჯერ ხო ყვებოდი და აი მართლა ასტრალში გამიყვანა, როგორც კი ეგ მუსიკა ჩაირთო. აი არაკდებოდა. ცოტა კივილი გავიგე. ძალიან გაიყო. ყველას გირჩევთ, არ მინდა რომ ვინმე დავასპოილერო, იმიტომ რომ აი ისეთი ცოტა რთული არის რომ დაასპოილერო. ცოტა რთული არის, ანუ მე არ ვიცოდი რა ხდებოდა და გამიკვირდა როგორ განვითარდა ეს plot მთლიანად და ძალიან გაიყო ეს მოულოდნელობა და wow მომენტი. ამიტომ პირდაპირ გითხრათ, არ მინდა რომ ეს გაგიფუჭოთ. უბრალოდ ძალიან საინტერესოა და აი ადრესაც ვამბობდით რომ რაღაც ისეთ ფილმებს აღარ იღებენ, რომ ეს წინასწარ არ შეგიძლია გათვალო რა მოხდება blah blah. It's not like that anymore, I think. იმიტომ რომ ბუგონიაც იყო ისეთი wow ეფექტით, ძალიან მომეწონა. ესეც ეგეთი ძალიან მომეწონა. ბუგონიას ეფექტს მე არ გეთანხმები, იმიტომ რომ მე არ მომეწონა როგორი ending-იც იყო. Ending? უცუდესი. შეიძლება და უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ თლიანი ფილმი საოცრება. ანუ განვითარება ქონდა ისეთი, რომ ვა ეს მოხდა, ანუ რაღაც წინასწარ ვერ გასვიდი რა ხდებოდა და აქაც ეგ მომენტია, ამიტომ უეჭალოდ უნდა უყუროთ. მეორე ჩემი დაკვირვება რაც არის Sydney Sweeney-ის ტანი არის ფენომენალური. ხო, full nude არა, მაგრამ ნუ მკერდი საჩვენა და almost ძალიან კაი ტანი არ ქონდა. თან ანუ ბუნებრივი არის ყველაფერი, ხო? Wow. ხოდა აი რა დააწვინა საწოლზე მეთქი oh my god ანუ ულამაზესი იყო ასევე Amanda Seyfield-ი საერთოდ ეგ გოგო ჩემს რუკაზე არ არის რა ხოდა ეგ არის ძალიან სამარცხინო ხოდა პონჩი არის Mamma Mia მიუხედავად იმისა რომ მევასება ეგეთ რაღაცები
აი ერთხელ მაგ ნანახი ხალხს აქვს 30 ჯერ ნანახი იმ დონეზე ავასებად რაღაც ვერ წაიღო და არც დავკურები ვარ რომ მოდი დავერესერჩო ეს გოგო ვინ არის და სულ ხო ხდება ანუ ძალიან პოპულარული მსახიობია მაგრამ არასდროს ყოფილა ხო რა აი მოდი ვნახო ამანდა სეიფილდი როგორ ცხოვრობს და ამ ფილმში ზუსტად ისეთი როლი ქონდა მე როგორიც მევასება და follow Instagram-ზე იმერე ჩაუყევი პოსტებს შევისწავლე ძალიან მომეწონა გარეგნულად ძალიან მომწონს სალომეს გოგოა არა ძალიან და აი 8 წლის წინ გადავღეთ მამა მია და იქ თამაშობს teenager გოგჩას 8 წელი გავიდა და აქ თამაშობს middle aged women ანუ 8 წელი შეცვლილი ვაფშე არა არის ანუ ეხა ქალს გავს იქ გავდა ბავშვს და ეს გაკვეთილი მივიღე 8 წელი თურმე როგორ ცვლის ადამიანს რა იმიტომ რომ ძალიან თესლუიძეა ძალიან მომწონს მაგრამ ეხლა არის ქალის როლში ანუ ეხლა მამა მიას როლში ვეღარ ითამაშა ბუნებრივია ხო მაგრამ ძალიან კაი ქალია აი ძალიან კარგად თამაშობდა ასევე ის ბიჭი ვინ არის კარგად თამაშობდა შეარდა გათხოვება what the fuck აი რაღაც მომენტები იყო სადაც უკვე აი ძალიან ფსიხდება და რომ აი ყველაფერს ანგრევს და რაღაც მე მეგონა ცოტათე ეს ჩემი პირადი ის არის who do you think you are კი ასე 80 follower-ით letterbox I feel like my voice matters სოჭი შეიძლება მაგრამ არა ჩემი აზრით ძალიან კაი მსახიობია overall მეც მგონია რომ ძალიან კარგი მსახიობია თვითონ ფილმს რაც შეეხება მე არ ვიტყვი რომ ცუდი ფილმი არის მართლა აი ასეთი რამდენი დაუწერე letterbox 5-დან რა გინდა okay but 3 ნახევარზე მეტი არის დაჟა she passed გოგონიეს რამდენი დაუწერე გონია 4 ნახევარი რაღაც ეგრე okay ანუ 4 არ ვიცი მოკლედ რას ვიტყოდი ოღონდ არის ის რომ ჩემი აზრით ეს ფილმი არ არის აი კინოში წასასვლელი ფილმი აი კინოში მე ამის გამო არ ავდგებოდი მეორეჯერ და არ წავიდოდი მეორეჯერ არც მე არ წავიდოდი არაფრის გამო არა მე წავსვლა never Dune part 2 პრემდე აი ხო ანუ ყველაფერს მგონი მაგ ფილმს ვატარებ და მგონია რომ ეგ არის ყველაზე სუდი იმიტომ რომ არ უნდა შედა რატომ არ მფუშავ რო ვუყურო იმიტომ რომ აზრი არ ანუ მე ვიცი რომ some battles უკვე წაგებული მაგ აუ არა მე მართლა გირჩევთ და სახში შეიძლება და ყურადღება გამეფანტოს მაგიტომ მიყვარს კინოში ყურება რომ ანუ იმენავალდებული ხარ რომ იჯდე და უყურო მეორე ვინც იყო მთავარ როლში აზრი არ ვარ ვინ არის მაგრამ სახეს არ მახსოვს ერთი ჩვენი მეგობარი მეუნება რომ it was giving or Chris Evans უნდა დათორე დაიქირავებინათ და ვერ გაუკაჩესო და ეს დაიქირავესო which was great and ძალიან კარგად თამაშობდა და ყველა იმის გათვალისწინებით რომ ჩემი აზრით ძალიან mid კინო იყო და მე მგონია რომ ძალიან fair არის რომ თქვათ რომ mid კინო იყო ანუ არც ცუდი იყო არც ფენომენალური იყო მაგრამ იყო good movie შედეგები დადო I know ფენომენალური შედეგები დადო და რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ mediocrity always wins in this society oh my god გეთანხმები I guess maybe that's why we're not so popular we are popular very we're very popular არა ჩემი აზრით კაი იყო და გთხოვთ თქვენს გითხრათ იმიტომ რომ ხო შევთანხმდით რომ ამ საუკუნეში ფენომენალურ ფილმებს აღარ იღებენ ანუ ეგ დრო წავიდა უკვე დარჩა მე-20 საუკუნეში ამიტომ საშუალო დონის ფილმებს უნდა შევაგოთ და ამ საშუალო დონეში ეს იყო ჩემი აზრით კარგი მეც მომბო and that's on that ასევე შემხვდა რომ ემილია კლარკი რაღაც მინი სერიალში იღებს მონაწილეობას you did talk about it please ponies ქვია თუ არ ვცდები რაც იშიფრება CIA-ში რაც არის ანუ ამერიკელების სუსი მოკლედ CIA-ში არის ტერმინი people of no interest და ანუ გადააკეთეს რომ აი ponies იყოს როგორც ანუ pony და არის ორ ქალზე რომლის ხრებიც მოკლეს რუსეთში როცა თვითონ იმყოფებოდნენ ასევე მოსკოვში და ანუ თავიდან გაუშვებენ და მე ეტყვიან რომ აი თქვენ ესენი ერთ ამბავს აწამენ რომ ჩვენ უნდა გამოვიკლოთ ჩვენი ხრები როგორ მოკლეს და რაღაცები და მოკლედ მთლიანი სერიალი არის ამაზე რა როგორ იკვლევენ ამ ყველაფერს ემილია კლარკ ლაპარაკობს რუსულად okay თელი სეზონი მაგაზე მინდა და საუბარი ხო შორს არც თუ ისე წუდოთ no honey ჯერ ერთი მე არ მინახავს მთლიანი სერიალი ამიტომ შეიძლება ყველა ჯამს როგორც ლაპარაკობს ანუ რაღაც ნაწილი ვნახე ამოჭრილი ძალიან ცუდად ლაპარაკობს ხო მაგრამ ანუ at least ხო და ჯერ ერთი რა ძალიან ცუდად ლაპარაკობდა მაგრამ that's okay it's not the problem პრობლემა არის ის ჰოლივუდში რა ობსესია არის რუსულ ენასთან ანუ არა კონცეფციაზე ზოგადად ანუ რუსეთზე მთლიანად რუსულ ენაზე Jennifer Lawrence-ის ფილმი გახსოვს რუს ბალერინას რო თამაშობდა რომ ეგეც კგბ-ში რო იყო და რაღაც ეგ ანუ ბოლო 2 წლის მანძილზე ანორაში ეს მაიკი მედისონი
რუსულად შლიუჰა ხო რაღაცას რა იცახდა which was iconic რაღაცა ეგ მე ეს გვაპარებენ. rivalry-ში ასევე რუსული მან კიდე რუსული what the fuck is happening ანუ გარომანტიზება ხდება რუსეთის რუსულიანის და ეგრე არის კიდევაც იცი რამდენი ადამიანი იღებს იმაში რა ქვია კოლეჯში Russian literature მგონი გაკვეთილიც არის და ხანდახან minor არის არ მგონი ხა major კონდეს მე მოსაღებული მაგრამ ეგეც არ გამეკვირდება უცეთ უსაკმარები არის ვერც არ მომიგონია average American რუსულ სწავლობდეს და იგებდეს და იმახსოვრებდეს მაგრამ ინტერესი არის ხო და ვინ ყავს რუსეთს PR-ში? Let's start with that. მე მგონია რომ მაგათვის არის რაღაც აი მე მგონია genuinely average American რუსეთს აკვირდება როგორც აი ჩრდილოეთ კორეას. მიხდე რაღაც ეგეთი. ხა, ევროპელებსაც ხო აქვთ ეს ობსესია გვისაუბრია ამაზე ადრეც. მაგრამ ევროპელებს იმ ხელა გავლენა კიდე არ აქვს და კიდე მესმის რომ რაღაცა შიშის ფაქტორი არსებობს, რაღაც გავლენები იგრძნობა უფრო ევროპაში რუსეთის ხო, აღმოსავლეთ ევროპის მთლიან რეგიონში ასე შემდეგ, მაგრამ ამერიკაშიც კი რაღაც ოკეანის მიღმა რომ არის აი ეს რუსული გავლენა იმენა მაგიჟებს. იმიტომ რომ ყოველს რო ვეუბნებოდი რომ აი საქართველოსდან ვარ და რაღაც კი ვაუ cool, მაგრამ უცებ რო სადღაც რაღაც გაკვეთილზე რო გაიგეს რომ თქო რუსულად ლაპარაკობ, ეგ იყო რაღაც აი ვაუ და მეთქი ანუ hello და თან აი ეს confidence რაც ქონდა იმ heated rivalry-ში იმ beach-ს რო რაღაც ინტერვიუზე რაონება რომ აი მე რუსული სამთვეში ვისწავლე. ანუ ზუსტად აი ამ ფორმულირებით რომ ვისწავლე. ტიპს გონია რომ რუსული სამთვეში ისწავლე ანეწიგნა და ბოლო 20 წელია სწავლობს რუსულს და მაინც ვერ ისწავლა. ეს თავისუფლად ისაუბროს და დავითი დღემდე დასცინის და იმ ტიპს გონია რომ ისწავლა რუსული. არ დავცინი, არავინ არ დაგცინის, შენ ხარ შენი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი და მინდა რომ მოეშვა ამ გონცინი, აი ამ ბიჭერას რაღაცა ამბობს სუდამცინი. იმიტომ რომ ძალიან თავისებური აქცენტი მაქვს რუსულ ენაში. And I think it's very cute. It is not and fuck you, okay? ერთხელს არ დამიცინი ხარ? სუდამცინი ჩუმად უგრძნობ. და ვიღაცას გონია რომ რუსული ისწავლა? No honey. მოკლედ, მაგრამ თვითონ სერიალს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი რომ ცუდია. მართლა კარგი სერიალი არის. ცოტათი გაწელილი იყო და ბოლოსკენ უკვე ცოტა მეზარება და ყურება, მაგრამ თავიდან მართლა სასაცილო იყო. ემილია კლარკი ძალიან შეიცვალა, ძალიან მომწონს მაგისი მთელი ეს ტრანსფორმაცია. ვინ იყო? ანუ აი რაღაც სხვა გოგჩა იყო ვაფშე, ხა ხალი არის და ძალიან სხვა გოგჩა გაიჩითა. ანუ ეს ევოლუცია მომწონს მაგ გოგოსი. ემილია კლარკის ფილმები ვიცი, მაგრამ მე მგონია მაგ გოგომ ეს მთავარი შემოსავალი იმით თიშავა მაინც Game of Thrones-თან რა. Of course. სხვაგან არსად არ მინახავს. და ვინმე უბნებოდა რაღაც აი არაადამიანური ხალხასები ქონდა თურმე Game of Thrones-ში. და ყველაზე პოპულარული სერიალი იყო ვაფშე, ანუ ნანახი გააქვს? 4 სეზონი. ერთი სერია მაქვს მგონი მარტო. მიუხედავად იმის და იმის გათვალისწინებით რომ გიждები fantasy genre-ზე, ჯადოქრობას რაც შეეხება, ეგეთ რაღაცები ყველაფერი სიგიჟემ და მიყვარს Game of Thrones ვერ. No, it's not bad, მაგრამ ასეთი hype რატო აქვს მაგას და მე იმიტომ რომ მე მგონია რომ ეგეთ ჟანრში ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ტერმინი სამყაროს world buildings რასაც ეძახიან რა, ანუ როგორ იქნება ეს სამყარო, ეს ქვეყნები, რაღაც ყველაფერი იყო ისე კარგად გაწერილი, რომ даже მახსოვს ყოველს ვეუბნებოდი რომ მეთქი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ისტორიულ სერიალები რო არის, ხო, რაღაცას რო გითხრობენ, ადრე რო მოხდა, ეგეთ შეგრძნება მაქვს, რო უყურებ, რომ ანუ მართლა მოხდა ეს ყველაფერი რა. მე მგონი ერთი 50-დან მაინც მაგ დაწერილი ჩემი საყვარელი სერიალია Game of Thrones. იმიტომ რომ აი რაღაც პოპულარული სერიალია, მაგას რო იტყვი რომ ეგ არის შენი საყვარელი სერიალი, ან ვიღაცა არ იტყვის რომ ირებანძი გემოვნება აქ, ანუ მე ძალიან safe სვარი ხოლმე ჩემი მხრიდან. ეგ და The Office. ვუყურებ იმას რა ქვია Game of Thrones უსმენ Radiohead. ზუსტად. ანუ აი ჩემი წინა სამსახურში რომ დავიწყე მუშაობა, უნდა შეგევსო შენი საყვარელი რაღაცაები და cuisine, movies you like and stuff და ყველაფერი მოვიტყუე. Pulp Fiction. ყველაფერი ისეთი დავწერე, რაც ვიცი რომ მასებს მოეწონებოდათ და იწყოდნენ რომ this girl is cool. #pick me. #pick me. აღიარა. I'll take it, honey. Das interesting, იმიტომ რომ მე მაგ პირიქით, რაც უფრო ნაკლებ მაიცის, მე მგონია რომ უფრო კარგია. No, I'm not like that. I want to be relatable.
ხო? Yeah. I think you are relatable. არ არის აუცილებლად ყველაფერში იყო relatable. არა, ცხოვრებაში ჩემი პიროვნებაც relatable არის, მაგრამ აი ხო ხდები ახალ სივრცეში. აი 100 ადამიანს მივიდო და იქ იმეილი მე რა შევავსე რა და ეხა იქ რა ჩამეწერა რომ თურქული სერიალი არის ჩემი საყვარელი, მაგრამ მეგის ახსოვდა. მე ჩემი და მეგის ბონდი დაიწყო იქიდან რომ ვა შენს The Office გიყვარს, მეც The Office. და ნანახი არ მქონდა და 2 წელი დამჭირდა რომ მე თქო და გამოვწყდა მოდი რომ რეალურად ნანახი არ მაქვს. I'm telling you it works. I'm calculated. შენ ხო ხარ It's what works better. What? გარეთ გასვლა სიგარეტის მოწევა. I know. სიგარეტის მოწევა ცუდია. სიგარეტის მოწევა საშინელება, არავინ არ მოწევს სიგარეტი, მაგრამ სოციალიზაციაში სხვა უკეთესი ხერხი არ არსებობს, უკეთესი ხერხი არ არსებობს. ერთ წამში გაიჩენ მეგობრს. I'm going to start doing that honestly. Просто 3 საათებში სიგარეტის მოწევა is not mine. It's not giving. It's not giving. ჯერ ერთი აი ნასვამი რო ხარ 3 საათებში რაც იშვიათად ხდება, მაშინ კი ღამეს უხდება სიგარეტის მოწევა. აი დილის 11 საათზე გარეთ რო წვიმისა რომ გავდივარ მოსაწევად. No, I don't want to do that. ხდები ან იმენა ეგ არის სასჯელი, გინდა ციხეში გამიშვი, გინდა გარეთ მოსაწევად. მაგრამ მესმის სან კარგი სხვა არის ეგ, ბაზარია. ერთხელ მახსოვს რომ დაჟე დავუბრუნდი მოწევას იმის გამო რომ მართლა იმიტომ რომ წინას მოსაყურე რომ წამოვედი ახალში რომ გადავედი ვაფშე მართლა არ ვეწევდი კაი სამიქრა და დავუბრუნდი მოწევას რომ მართლა მარტივად მოდის ანუ ვისთან ერთადაც ეწავოდი იმასთან ახლოს იყავი გახსა ანუ წინა სამსახურში მარტო იმ მაგალითზე რო ავიღო ჩემ და ვიკა so you know that's how it works და ვინც არ ეწევა სისტემატიურად ჩემნაირები სხვა გზებს მივმართავთ and it was one of them oh yeah. Intimidation lies იცი თუ არა ვინ არის Jamila Jamil no არის მსახიობი The Good Place თუ იცი სერიალი მე რა მომზადებული გქონდა რომ არ მეცოდინებოდა I love that ხო წინასწარ იცოდი მაგრამ მე გოგო ძალიან მომწონს რაღაც ვიზუალურად აი ძალიან ლამაზი არის I want to see her Opa, და გვენტრა. So, ინდოელია მომწონს. არ ვიცი. მაგრამ ბრიტანეთში დაიბადა. Okay, ანუ ინდოელი ან პაკისტანელი. She looks hot. ძალიან ვიცია. მოკლედ. და ანუ ეს გოგო ძალიან ცნობილია რომ აქვს თავისი controversial opinions, როგორც ჩვენ ერთ-ერთი მეგობარი აქვს. და რაღაც დაილიკა ამის მიმოწერა თავის PR აგენტთან, რომელიც ასევე იყო, იცი ვისი აგენტი? ვიცი. Justin Baldoni's. Wow. The in case she რო არის Justin Baldoni და I know average PR აგენტი არის, huh? No, ხო, whatever. და ანუ Rapster და იცი Blake-ზე რო ანუ ეს გოგო? ხო, ისეთი. Oh my god, tell me. ანუ ძალიან კარგი იყო რომ ჯერ ამბობდა რომ ანუ she's insufferable რო ანუ ამ ყველაფერს ანუ მე მგონი რა არ ჯერა Blake Lively-ის და accusation-ების და რაღაცების და მე თვითონ ამბობდა თავის თავს როგორ შეიძლება ანუ ადამიანმა ასე დაუზიანოს კარიერას რასაც ჩვენ ვამბობდით ასევე და ანუ რაღაც career suicide ანუ რაღაც აი suicidisти არის ოღონდ კარიერის მხრივ რომ თავის კარიერას კლავსა რა და ანუ ზუსტად ძალიან რევოლუციური რაღაცები უთქვამს ჩვენ ჯამილას მე რაღაც voice memo იყო რომელიც არ იყო გაშიფრული დოკუმენტებში რა და მე ეს ქალი პასუხობს ეს PR აგენტი რომ რაღაც დამოვიწა რაღაც Kant იყო ნახსენები რა და ანუ ყველა ვარობს რომ ანუ Jamila-მ დაუძახა Kant Blake Lively-ს Kant-ს ვეძახი დღეში 50 ჯერ ყველას ვინც ხვდება Cunt? ხო. აი თანამშრომლობები, oh my god, you cunty bitch. Yeah, არა, იმიტომ რომ Yeah. თანამშრომლებს არა, იმიტომ რომ არ იმსახურებენ. არა. აი ვის აი Cunt არის ჩემთვის ჩაოლებრივი შესაქმები. არა, მაგრამ იმას არ უთქვამს როგორც Cunt ბრიტანელი არის, არ დაგავიწყდეს. Okay. ბრიტანეთში. მაგრამ მე მიყვარს რომ Jamila-ს მესიჯები მოვიდა ჩვენამდე და გახდა ღირსი რო პოდკასტში გვახსენებინა და არა Taylor Swift-ის Blake Lively-სთან. ეგ არ ვილაპარაკეთ. არა. ანუ ხო და ანუ მაგასაც იყო საუბარი რომ Taylor Swift ძალიან დააჯვესა და Jamila Jamils ესე რა Who is Jamila Jamil? და ეგ გეტყვის თუ რატო დააჯვეს Taylor-ს და არა მაგას. არა, მაგრამ მე ძალიან ის იყო რა ქვია აბრალებს Blake Lively-ს რომ მაგის გამო არის რომ ჩემი სახელი არისო redacted ანუ მოშორებული არისო დოკუმენტებიდან და მაგიტო არის რომ ახლა მეც ჩამფრთესო ამ кейსში რაც ვაფშე არ მინდოდა იმიტომ რომ უბრალოდ კომენტარები და ჩემ მეგობარს წვერდი ჩატშიო და ანუ ღადავდი ანუ ეგ არისო private conversation რომ მიხედავთ იმისა რომ კიდე ამბობდა რომ ფილმის ასაშინელება იყო it ends with Haven't seen that. Have you? ფილმი? არა obviously მაგის თავის თან imena pure rom-com არის sexual assault და
მე მართლა არ მეწონა sexual assault რო იყო ფილმს, ჯერ ერთი egg cover საშინელება იყო, Justin Boldonis cover მე ბევრად უფრო მომწონდა. და თვითონ ნუ თვითონ ეგრე ამბობს რა და ამბობს რა it ends with us ხოქვია ფილმს it never fucking ends with us თუ რაღაც ისეთი კარგი იყო. You're obsessed. What is happening? ხო მე ძალიან მევასება British humor. We know baby. ძალიან მევასება. I'm not trying to be like different or anything. ანუ აი ძალიან კარგი humor იქნება გუმეტესება ბრიტანელს ჩემი აზრით. კი Lisa Vanderpump-ი არის ყველაზე დიდი მაგალითი მაგისა, if you know, you know. ხო, მაგრამ მე ერთი ამბავი იყო, რომ მე უკვე ძალიან legal თემები იყო გარჩევა კომენტარებში, ვცდილობდი გამარკვევი. They lost you there. They very much lost me there, მაგრამ მე რასაკვირველია ამ დედოფლის მხარეს ვარ ყოველთვის. Always forever. და Taylor Swift-ის და Blake Lively-ის მიმოწერა არ წამიკითხავს, I'm gonna be honest, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ეს დოკუმენტებს რო ვაკვირდები, მართლა აი ისე კი არა, შენ დოკუმენტები განმაგაგზავნა, ხო? Okay. Whatever. ერთი ის ნახე, ანუ მხოლოდ ერთ ვიდეოს უყურე, მაინტერესებდა რატონიც წერდნენ Blake-ი და Taylor-ი ერთმანეთს და ანუ Blake-ი რა გონორზე ირონიულ რაღაცაზე იყო, მაგრამ ისე მოსვა Taylor-მა, I swear to God. ანუ გოგო არის იმენა badass. რა უთხრა? არ მახსოვს. მარა ეგეთი რეაქცია დამი მეთქი wow Taylor good job girl დარწმუნებული ვარ არ ესწორა წაი აი დარწმუნებული ვარ არ ესწორა გაიაზრე რა conversation იყო იმიტომ რომ could be that but no ეგეთი რაღაცები ეგრევე მოსვა გოგო იმენა სახით ათრია she was like complaining და ანუ აი it was not about that ის წერდა რომ აი რაღაც ამ ბოლო დროს თავბეჭდილობამ რჩებაო რომ ისე აღარ მეგობრობთო როგორც ადრეო და არ ვიციო რატო არისო ესო Taylor-ი პასუხობს რომ იმიტომ რომ შენ წინა კვირაშია მაგალითად მესიჯი რა მომწერო მეგონაო რომ აი კორპორატიულ მეილს წერდიო 25 თუ 250 თანამშრომელს რომ ისეთი გათვლილი იყო და ფრთხილიო და რაღაცნაირიო რა და ანუ ძალიან სწორად რჩება თავბეჭდილობა რომ ისე ახლოს არ ვართო I come there yeah I'm telling you she's a badass მე მგონია რომ აი როგორი ცუდი სლო იყო ჩემს Black Lively-ისთვის რომ ეს lawsuit დაიწყო და რაღაც ვიდეო ვნახე მე რომ ანუ sex coordinator ქვია თუ intimacy coordinator არის პროფესია რომელსაც მგონი ვილაპარაკეთ რომელიც ანუ აი ვთქვათ მე და ანას თუ გვაქვს რაღაც სცენა აი დაჟე თუნდაც რომ ვკოცნით ერთმანეთს ხო ეს ადამიანები აქ და გეუბნება რომ აი შენ ხო ხარ okay ამისი შენ ხო ხარ რა კაროჩე რაღაც ეს ახალი ის whatever გამოგონილი როლი რომელსაც სიამონებით ავიკავებდი რომელსაც what do you do for a living I'm an intimacy coordinator ანუ სადღაც სეტზე რო ვარ და აი მოდი შელოყაზე არ მიედა ხელი და ანუ მთლიანი თემა Blake Lively-ის იყო რომ ანუ და თვითონ Blake-ი თავს დაჩაგრულად გრძნობდა სეტზე იმ პანჩი რომ ანუ რაღაც conversations იყო ცოტათი არ კომფორტულიო Justin-თან და რაღაცები და მე დაიდროփა ვიდეო The intimacy coordinator in some of those sexier scenes like we saw you that shouldn't be happening by the way I just want to be clear that you should not be the intimacy coordinator you should definitely hire intimacy coordinators which we did have thank goodness you were teaching Justin how to pull you in where have you seen that I actually just saw it too I was on Instagram yesterday I think yeah I mean I think Blake we saw it too it's right here ახლა ხო Justin-ი ძალადობდა ყველაფერი მარაზმული არის მაგრამ ეს გოგო რა დეტალებშიც წდება რომ აი ასე შემომხედა და ასე გამოისუნთქა ჩემკენ და რაღაცები მაგ დროს მაგასაც უნდა შეხედა ბაზარი ხო შეხედა რა და თან გონი ვიღაცამ ვიდეოში ინტერვიუში უხსენა რომ intimacy coordinator Blake ამას რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ყოველთვის უნდა იყოს რაღაცები და მაგრამ ხო ყოფილა ეს შემთხვევებია თქვენ ფილმში რომ არ ყოფილა intimacy coordinator და თქვენ თვითონ უკეთებთ ყოფილა და მე ანუ ეგრევე ეგ ვიდეო არის რა და ის გვერდზე ვიმწუზის გოგო ეუბნება კი იყო და რაღაც და აი ასე იფხანს თავს Oh my god. ხო და ანუ it's not cool. მე მინდა რომ მალე მარშას და მე დაიდროփა Justin Boldonis lawyer ამბობდა რომ we're gonna sue her to oblivion. The oblivion არის ანუ აი რა wow. ველით ყველაფერს მინდა რომ ეს ყველაფერი იყოს public. რატო არის რომ Gwyneth Paltrow's პატარავესი trial იყო public და ყველამ დავინახეთ ეგ iconic მომენტები და ამ ყველაფერს ვერ ხედავთ. თან გაჩარხა ეგრე რომ public ყოფილი. ისე ეგ როგორ ხდება? და Cardi B. ანუ ვისი
რაღაც trials ყოფილა ესეთი public, ყველას იყო win-win სვლა, იმიტომ რომ ყველას იწავა. არა, მე რა მაინტერესებს იცი, როგორ წყდება, როდის შეიძლება იყოს. ანუ გააჩნია რაზია, თუ დაუშვათ არასრულ კლონები არიან ჩართული, მაგის გამო შეიძლება დაიხუროს. აი კონკრეტულად, მაგრამ Blake Lively-ის თემა რატო გახდა ეგეთი, არ ვიცი, იმიტომ რომ sexual assault და რაღაც ეგეთი არის. I don't think so. I don't know what's the reason. მაგრამ sexual assault არისო Johnny Depp და Exactly, I have no idea. შენი აზრით, შემხვდა სტატია, ვინ არის ყველაზე დაგუგლადი 10 ადამიანი? ხო. Who do you think they are? მინდა რომ ამათიდან 5 მაინც უნდა გამოიცნო. იმიტომ რომ you're that bitch. Kim Kardashian. კი, მე 10 ადგილზე. ვის დავცინო მეხტე? კი, მიქაელას ხო? ხო. ერთი წამე აი რომელიღაც ფეხბურთელი უაჭველი უნდა იყოს. Leo Messi? No? Fuck. კაი Ronaldo. Yeah? ორი გამოვიცანე. Yeah. You're so good. Selena Gomez არის? No. Fuck. იმიტომ რომ ახსოვს ერთი პერიოდი ყველაზე მეტი follower ყავდა Instagram-ს და მეთქე რაღაცა სიზამს თქო. Next one. ანუ ეს რამოდენიმე არის ვინც ცოცხალი არ არის კონკრეტულ No, none. ეგეთი პოპულარული რა იყო რომ მოკვდე და კიდე ტოპად Google-ად ადამიანში იყო იმენა wow. Donald Trump for First. sure. First one. Putin. No. He's not there. Nobody gives a fuck. Thank God. კაი, 4 ხო გამოვიცანე ერთი დამჭა. Baby was 10. ხო, შენ თქო 5. და გამოიცანი 3, but okay. Donald Trump-ი. Cristiano Ronaldo, Kim Kardashian. მე 4 ვთქვი. მაგრამ ანუ ეხლა გაყევი ინდუსტრიებს. პოლიტიკაში ინდუსტრია. აი არ მგონია რომ მუსიკალური ინდუსტრია. Taylor Swift. Of course, second. Donald Trump და მეორე არის Taylor Swift. 5 ადამიანი არის მუსიკალური ინდუსტრიიდან. Go ahead, babes. Give it a try. Drake. Yeah? Fourth. შეხუძე ავედი. კი, კიდე შანსი. ერთი ლათინო ტიპი. Pitbull. No, honey, ჩემი ტოპ-10 კი არა. Bad Bunny. Bad Bunny არის top 10-ში? კი, მეხუთეა. ლათინაზე გადადი. Latina. Number 1. Carol G. ბიჭო, ჩემი ტოპ-10 არ არის თქო, ანუ აი ყველაზე ცნობილი ლათინა ქალი კოლუმბიელი. Shakira დღემდე top 10-ში არის და Swear to God. ხო, რა ხდება? 7s. კაი კეთყვი, Ariana Grande, Nicki Okay. Minaj. Wow. Which is weird. Elon Musk. მესამე იყო Elon Musk. და ამ ყველაფერში ხო Kim Kardashian არის მე-10. ამიტომ დავიწყოთ Kim Kardashian-ის დაგუგლა. Damn. Well, that was it, you guys. Thanks for watching. და მე 11 ვარ Tran. Live-ში გეტყვი, Live-ში swear to გეტყვი. God. მადლობა რომ გვეყურებთ, მადლობა ყველაფრისთვის. ამ გიტარას ხალხო დღეს მოვედი, მეთქი დავით უეჭველი ამას ხსნით დღეს და დამავიწყნა. ზუსტად და ეს აქ იქნება სამუდამოდ ხალხო. და ვინც დაწერეთ რომ დავით უნდა ჩამოხსნა ეს გიტარაო და გიტარა არის და რაღაცები, ვაიგნორებ ყველაფერს. Period. Bye, bitches. კაცნით.